ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ომი მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც შეიწირა ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე. ეს იყო უკუღმა მოაზროვნე ადამიანების ტვინში ჩასახული იდეოლოგიისაგან წამოსული შავი ჭირი მთელი მსოფლიოსათვის, რომლის დამარცხებასაც დაჭირდა ზუსტად ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის ზვარაგად შეწირვა. გარეშე ამ მოვლენების გარეშე არც საქართველოს არ დარჩენილა და მიუხედავად თავისი მცირერიცხოვანი მოსახლეობისა უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ომს. უპრეცედენტო სადიზმი იყო დღევანდელ გერმანიაში, რომელმაც ფაშისტურმა გერმანიამ მოაწყო საკონცენტრაციო ბანაკები, ხდებოდა ყველა ეროვნების მიხედვით ნადგურდებოდნენ ადამიანები და ჩვენი ქვეყნიდან 100,000-ობით მოქალაქე შეეწირა ამ ომს. მე მინდა ასევე მიულოცო საქართველოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ყველა ევროპელს ევროპის დღე და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აუცილებლად გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები. ეს თქვენი შეფასებაა.